გაზპრომთან დადებული მოღალატეობრივი ხელშეკრულება არის ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების აფეთქება, საყდრისი 2. ამ გადაწყვეტილებასთან ერთად დაგეგმილია რუსეთისათვის საქართველოს რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენის და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგო ობიექტების მიყიდვას, რაც ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტზე დარტყმას და საქართველოს კვლავ მოქცევას რუსული იმპერიული გავლენის ქვეშ. ასევე ამ დანაშაულებრივი გარიგებით გაზპრომის მეწილე ივანიშვილი და ენერგომაფიოზა კალაძე მიიღებენ პირად მოგებას, ხოლო ქვეყანა დაკარგავს $25 მილიონ წლიურად, ხოლო მოსახლეობისათვის გაიზრდება გაზის ტარიფი. ამდენად, აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ პირველი გასაჯაროვდეს ამ ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილი და ასევე იმ მოლაპარაკებების საოქმო ჩანაწერი, რომელსაც აწარმოებდა ბატონი კალაძე. და მეორე, პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 309 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებს, როგორიცაა სახელმწიფოს კონსტიტუციის სუვერენიტეტის წინააღმდეგ წარმოებულ გარიგებებსა და დადებულ ხელშეკრულებებს და ითვალისწინებს პასუხისგებლობას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით. ეს მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა ამ გადაწყვეტილებით, როგორც გითხარით, მისი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ასპექტი არის ის, რომ ქვეყანა კვლავ ბრუნდება და მოექცევა რუსული იმპერიული გავლენის ქვეშ და ამას ნიშნავს სწორედ გავთვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ გააქვს გასაყიდად მაგისტრალური გაზსადენი, უпростоრად გაზის საერთაშორისო კორპორაცია, რომლის შემადგენლობაში შედის მაგისტრალური გაზსადენი, ეს არის 221 კილომეტრი, რომელიც გადის ჩვენს ტერიტორიაზე და სომხეთს ამარაგებს გაზით, ასევე უკვე აწარმოებს რუსეთი მშენებლობას ირან-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენისა და მოხდება, რომელიც გაზპრომის საკუთრებაშია და შეიქმნება ერთიანი ქსელი და ამ ერთიან ევრაზიულ ეკონომიკურ ენერგეტიკულ კავშირში მოექცევა საქართველო. მოგეხსენებათ, სასომხეთი შედის ენერგეტიკულ ევრაზიის ენერგეტიკულ ეკონომიკურ კავშირში და ეს გადაწყვეტილებები სწორედ ამაზეა გათვლილი. ასევე მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებენ ისინი რკინიგზის გასხვისებას და მოგეხსენებათ, სასომხეთში რკინიგზას ფლობს ასევე რუსეთის სახელმწიფო კომპანია და საუბარი არის აი ამ ერთიანი სივრცეში ისევ რუსული იმპერიული ენერგეტიკული სივრცეში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ეკონომიკურ სოციალურ ასპექტებს, ამ გადაწყვეტილებით მინიმუმ $25 მილიონ იზარალებს სახელმწიფო, როდესაც ჩვენ ნატურით ვიღებდით გატარებული გაზის 10%-ს, მისი ღირებულება დაახლოებით წლიურად შეადგენდა 37 მილიონს და როდესაც საუბარი არის ფინანსურ არაზღაურებაზე, მისი ღირებულება დაახლოებით იქნება 12 მილიონი, რომთაც ჩვენ ისევ გაზი უნდა ვიყიდოთ, რუსული გაზი და ვიყიდით მის მესამეც, რა გაზიც რჩებოდა. ის მოსაზრებები, რომ თითქოს ეს საერთაშორისო პრაქტიკა, მოგეხსენებათ, საქართველოზე აზერბაიჯანიდან გამავალი რამდენიმე გაზსადენია და ჩვენ იქიდან რჩება ნატურით. და მოგეხსენებათ, ის არა მხოლოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია, მან საერთაშორისო კორპორაცია ბიპიც არის ჩამული და საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც ნატურით რჩება გაზი და რაც სახელმწიფოსათვის მომგებიანია. ასევე ჩვენ ამითი გავიუარესებთ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, როდესაც გახსოვთ ჩარშან საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გაზპრომთან სწორედ ესეთი მოღალატეობრივი ხელშეკრულება დადებულიყო, აზერბაიჯანმა დამატებით 500 მილიონი კუბური გაზი გამოგვიყო. მაშინ მოტივი იყო ამ ხელისუფლების, რა თქმა უნდა, ცრუ, რა თქმა უნდა, ფარისეულური, რომ თითქოს საქართველოში იმდენად გაზრდილია გაზის მოთხოვნა, რომ ვერ აკმაყოფილებს